მეგობრებო, ძალიან მიყვარს ყვავილები და ძალიან მტკბები ხოლმე მისი სურნელებით. მოკლედ, მეზობელი ბურღავს და იმედია ამის გულისთვის არ გამიფრასდებით. ვცდილობ, რომ დავაპაუზო ხოლმე, მაგრამ პერიოდულად ისე ვიწყებს ბურღვას. ყველას გილოცავთ უკვე გაზაფხულის აი ამ შეგრძნებას, რომელიც საოცრად კარგ ხასიათზე მაყენებს მე პირადად და გადაწყვიტა ყველას გაჩუქოთ ეს ყვავილების სიყვარული და სითბო. ეხლა გადავიდეთ გაშლაზე. თემატიკა არის ასეთი. თემატიკა არის ასეთი, მისი მოქმედებები თქვენთან მიმართებაში უახლოესი ერთი თვის საშუალოდ პერიოდში ავიღოთ. პლუს მინუს შეიძლება ორ კვირაში მოხდეს, შეიძლება თვე ნახევარში მოხდეს, საშუალო ერთი თვის განმავლობაში მისი მოქმედებები იქნება თუ არა თქვენთან მიმართებაში და როგორი იქნება. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ლაიკები არ დაგეზაროთ, გააზიარეთ კიდევაც, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, რომ ვისაც ჯერ ჩემი გვერდი და ვიდეოები არ უნახია, მათაც ნახონ და ასე ვთქვათ, მათ ვისაც გავიმეტოთ სიყვარული, სითბო და საინტერესო ამბები გაიგონ, რაც მათ ჭირდებათ. ამისთვის თქვენი დახმარება მჭირდება გაზიარებაში და ლაიკებაში და კომენტარებში, რაც უფრო ბევრი იზავთ, მეგობრებო, უფრო ბევრი უცნობიც ნახავს და ჩემ გვერდსაც წარმატება უფრო მეტი მოუვა და მეც უფრო მეტ მადლობას გადაგიხდით და გაგიკეთებთ უფრო მეტ გაშლას და უფრო ინიციატივა მექნება იმისთვის, რომ აი ფასდება ჩემი შრომა და ყველა ლაიკებისთვის და ყველა თბილი სიტყვებისთვის პირადში თუ კომენტარში უღრმესი მადლობა ყველასათი და ძალიან მიყვარხართ. რა ენერგიებში არის ახლა რა ხდება თქვენ ურთიერთობაში იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა, რა ენერგიაშია ეს ადამიანი გავიგოთ და თავის ტკივილები აქვს საშინელი, აი ესეთი ტრიპლეტი ამოვიდა. თავის ტკივილი აქვს, ძალიან ბევრს ნერვიულობს, ძალიან განიცდის, შეიძლება დეპრესია აქვს, უძილობები აქვს, რაღაცა ავადმყოფობის, შეიძლება გრიპი აქვს, ვირუსი აქვს, ცუდად გრძნობს უბრალოდ როგორც ასეთი ჯანმრთელობის მხრივ თავის თავს და სადღაც შეიძლება გადაადგილებაშიც არის ასეთიც იყოს რაღაც ნაწილისთვის, რაღაც ნაწილისთვის იქნება უბრალოდ რომ მენტალურად არის თქვენგან თითქოს დაშორებული და რაღაცა სხვა გეზი აიღო, არ ვიცი, სხვა მიმართულება აიღო ცხოვრებაში, რასაც ძალიან განიცდის კიდევ მეორე პტირის შეიძლება ფარულად და ღამღამობით განსაკუთრებით ესეთი შებინდებისას აწვება ეს ნოსტალგია და ცუდი ფიქრები, ცუდი შიშები აქვს, თავის ტკივილი აქვს ამასთან მიმართებაში, რომ ესე რომ მოხდეს რამე შველება და დაკარგოთ დიდი ალბათობით გადაადგილებაში, ან ძალიან ბევრს მისი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე მიდის საჭეს უზის, ასე ვთქვათ, და ხშირ გადაადგილებაშია ქალაქ შიგნით, ქალაქ გარეთ, არ ვიცი, ლოჯისტიკასთან არის მისი სამუშაო თემატიკა დაკავშირებული, თუ დისტრიბუციასთან, თუ უბრალოდ ბევრი მიდი-მოდი ჭირდება, აი რაღაცა ესეთ რეჟიმშია, მაგრამ საჭე თავის ხელში უჭირავს, ასე ვთქვათ, მიმართულება იცის, საით უნდა წავიდეს და ბევრ რაღაცას ოცნებობს და ფიქრობს, არჩევს, ასე ვთქვათ, ფანტაზიის დონეზე, რა და როგორ იქნება მისი მომავლის საქმეები ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ რა ენერგიებში ხართ ეხლა მის მიმართ? თქვენც მოწყენილი ხართ, დეპრესიაში ხართ, ნოსტალგიაში ხართ, ხუთიან თასი ესაჩვენებს, რომ გულიგწყდებათ იმაზე, რომ ურთიერთობა არ შედგა იმ დროს, როცა ელოდით, რომ უნდა მომხდარიყო რაღაცა და რაღაცნაირად წყლის სტიქიის დედოფლები შეიძლება მიყურებთ, გაშლა არის ორივე სქესისთვის, წყლის სტიქიის დედოფალი გეტყვით, რომ არის თევზების კიბორჩხალას ან მორიელის ნიშანს შეიძლება წარმოადგენთ, ან მზე თუ არა ასცენდენტი გაქვთ წყლის სტიქიაში, ან უბრალოდ ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ემპათი მოსიყვარულე ქალი ხართ, ძალიან თბილი თქვენი თასით სამყაროს და ადამიანების, ცხოველების, ფრინველების ყველას მიმართ, ასე ვთქვათ, ძალიან ემპათი, ძალიან მგრძნობიარე, რომელმაც რაღაცა ერთი ციკლი გვიჩვენებენ, რომ დაასრულა, არ ვიცი, შეიძლება თქვენი სამუშაო სფერო ინტერნეტთან არის დაკავშირებული და ინტერნეტში მუშაობთ და შრომობთ, ასე შეიძლება 21 მაღალი არკანი სამყაროთი განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ მასებზე აქვს საუბარი, სადაც შეიძლება თქვენი ბლოგი გაქვთ, სოციალური რაღაცა სამუშაო გაქვთ, აი ესეთი, სადაც დიდი მასები, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით
გიყურებენ, მყავთ მიმდევრები, რაღაცნაირად დამოკიდებულიც ხართ ამ სფეროზე და ძალიან გიყვართ და გსიამოვნებთ აი ამ სამყაროში, ასე ვთქვათ, თქვენი სიყვარულის ადამიანებისთვის podnosi არ არის ქართული სიტყვა სინზე, ასე ვთქვათ, ხელის გულზე მიტანა და ყველას მისი წილი სიყვარულის გრძნობინება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მსხვერპლის როლში ხართ, დაკიდებული ხართ, ცალფეხზე ხართ, ამ ურთიერთობაში გულისხმობთ, თქვენ თავს გრძნობთ მსხვერპლად, თითქოს რაღაც მოგატყუეს, თითქოს რაღაც ისი არ წავიდა, როგორც თქვენ გინდოდათ ამ ურთიერთობაში და რასაც ელოდით პრინციპში და თქვენ თავს აღექვათ, რომ მსხვერპლი ხართ, მოტყუდით, დაუჯერეთ, არ ვიცი. აი ესეთი ენერგეტიკა თუ ამთხოვთ ენერგიებს თქვენსაც და თქვენი პარტნიორისას ვიზეც ეს გაშლა გვაქვს. ეხლა გავიგოთ მაშინ ვკითხავ მისი ქმედებები იქნება თუ არა უახლოესი ერთი თვის განმავლობაში თქვენთან მიმართებაში იქნება თუ არა მისი მოქმედებ თუ არა. ჩემი ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც ამათ გაშლას უყურებს, მის მიმართ როგორ იმოქმედებ. პირველ რიგში ეს ადამიანი ამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გაათვიცნობიერებს, რომ თქვენ ხართ მისი კარმა. ეს არის მეოცე მაღალი არკანი, იუსტიცია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ამ ურთიერთობის აღდგენაზე ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ემოციურია მისთვის თქვენი კავშირი და თქვენი გამოჩენა მის ცხოვრებაში და თქვენი არსებობა ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა ამ ადამიანმა და იცის, რომ ეს არის არა უბრალოდ ადამიანის გაცნობა და რაღაცა პატარა რომანტიული შეხვედრები და ასე ვთქვათ, წარმავალი ურთიერთობა, ეს არის სამუდამო მისი კარმა, თითქოს წინა ცხოვრებიდან გამომდინარე გრძელდება რაღაცა ეს სწავლებები თქვენ ერთმანეთში, ის თქვენ გასწავლობს, თქვენ მისგან რაღაცებს სწავლობთ საჭირო დროს და საჭირო მომენტში, აი რაღაცებს აცნობიერებთ, იზრდებით ურთიერთობაში და რაღაცას იეშმაკებს ამ თემასთან დაკავშირებით უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მის სასარგებლოდ, რომ არ ვიცი, თავს მოისაწყლებს, შეგაცოდებთ, რაღაცას შეიძლება განსაკუთრებით ისე გაჩვენოთ, რომ გული მოგილბეთ და შეგეცოდოთ და არ ვიცი, იქეთ მოიკითხოთ ხოლმე თქვენ, რომ აი რაღაცა სამისოთ მოკლედ გააკეთებს ისე რაღაცას იეშმაკებს, ასე ვთქვათ. ეს არის 7-იან ხმალი, საერთოდ მოღალატის კარტია, ქურდის კარტია, მატყუარის კარტია, ეს არ არის გულწრფელი ადამიანის კარტი, მაგრამ მაინდა-მაინც ყველაზე გადავხაზავთ, ასე ვთქვათ, ჯვარით და ვიტყვით, რომ ეს ადამიანი ქურდი, მოღალატე და მატყუარა შეიძლება ასეთებიც არის რასაკვირველია საერთო გაშლაში, მაგრამ ეს იქნება შეიძლება ძალიან უბოროტო ტყუილი და ესეთი ეშმაკობა თქვენი გულის მოსაგებად, რაზეც ეს ადამიანი პაჟად არის წარმოდგენილი და მისი ტვინი, ასე ვთქვათ, მეც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება მოგთაფლოთ და შეირიგოს ეს სიტუაცია, მოირგოს სათავისოდ და რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს, როგორც წესი, მეგობრებთან გართობა უყვარს ამ ადამიანს, ფართები იქნება, კლუბები იქნება, დღესასწაულები იქნება, ძალიან ისეთი გულუხვია ამ მიმართულებით და გართობა, ეს პიკნიკი, რაღაცა წრე საერთოდ თქვენ სამეგობრო თუ გაკავშირებთ სამუშაო სფეროში თუ ერთად მუშაობთ, აი ეს კოლექტიური გართობები ძალიან სიამოვნებს და ხიბლავს და აი ამისკენ არიშურებს თავისი ენერგიის და დროის ჩადებას და ეცდება მოკლედ იეშმაკოს, რომ აი ამ ფართებიდან გამომდინარე, აი ამ შეკრებებიდან გამომდინარე, რომ დაგიახლოვდეთ და შეცვალოს, ასე ვთქვათ, ეს დაძაბულობა და ეს კონფლიქტი, რაც თქვენ შორის ახლა არის და თუ არის ასეთი და ხვდება რაც მთავარია და მიხვდება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, რომ თქვენ ხართ მისი კარმული პიროვნება. ნაბიჯს სერიოზულს რამე ისიც მნიშვნელოვანს თუ გადმოდგავს და რას გადმოდგავს, გავიგოთ. იმპერატორი ამოდის, ეცდება თავისი მბრძანებლურობა და თავისი იმპერატორული ტრონი გაგზნობინოთ და გაჩვენებთ იმას, რომ ძალიან კონკურენცია არის მასზე და გაეჭრიანოთ ამას იმოქმედებს. 6-იან პენტაკლით თავის დროს რესურს და ყურადღების აი ამ აღდგენის პროცესს მიმართავს ყველაფერს იმისკენ, რომ ყველაფერი თქვენი ესე შებრუნებული ემოციური ფონიდან გადაიყვანოს
გახარებაზე და სტაბილურ 4-იან ჟეზლზე, სტაბილურ ურთიერთობაში გადაიყვანოს ეს თქვენი ურთიერთობა და მზე კალოდის ძირში გილოცოთ. ყველაფერს ეცდება აბსოლუტურად თქვენ მოსახლე ხიბლად, დანარჩენი არის თქვენზე დამოკიდებული როგორ მიმართ.